ეს არის პირველ რიგში ახალგაზრდობის და იმედის ქალაქი. ეს არის ის ქალაქი, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად გვნის და ყველა ერთად დაუტოვებთ მომავალ თაობას. ეს ვინ გვიპირისპირდება ჩვენ? რა არის დღეს ჩვენი პრობლემა? ვინ არის თავარი მოწინააღმდეგე დღეს ჩვენთვის? ამას შესახებ შეგვიძლია ვილაპარაკოთ აი ამ თეატრში, ბათუმის ზაფხულის თეატრში, რომელიც ასწავლაბაშში დაწყო. ისევ როგორც ასწავლაბაშში დაანგრია სტადიონი, ისევ როგორც მან დაწვა ცირკი, ისევ როგორც მან ჩააჩუმა შადრევნები თავარ ბულვარზე და დადგა ბაბუა მისის ქანდაკება შადრევნების ნაცვლად. ეხლა ის ხალხი, ვინც დაანგრია ეს თეატრი, ვინც დაწვა ცირკი, ვინც დაანგრია სტადიონი, ვინც გააჩუმა შადრევნები, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ აჭარა არ განვითარებულიყო, უკან მოიწევს ხელისუფლებაში. ასლანი ერთი პარტია ჯერ, ასლანი ერთ პარტიის ლიდერი არის. ასლანის ყველაზე უახლოესი თანამდებობის პირი გიორგი თარგამაძე და არ ეწყინოთ გიორგის, მაგრამ მეხსიერება კარგი მაქვს და ძალიან კარგად ვიცნობ ვახსოვს ამ კილომეტრი ნახევრიან ბულვარში მისი საქმიანობა ძველ დროში საკმარისი ასაკი მაქვს, რომ მუთხრა რომ ვახსოვს ყველაფერი რასაც ისაკეთებ და მეორე პარტია, რომელმაც ასლანის მთავრობა ლამის თელის შემადგენლობით დაასახელა თავის კანდიდატება და უთქვა, რომ ასლანს უნდა ბოდიში მოუხადოთ. მე მინდა უთხრა, რომ ვისაც ჩაზნეკილის კამები ენატრება, ლევანს აქვს რამდენიმე გადანახული საწყობში. ჯართად გასაგრძელოთ, სახში წაუყე იმ ხალხს ჩაზნეკილის კამები.